რუსეთი არის თავზე ხელაღებული ქვეყანა. უკრაინის ომში ისე გაიჭედა, რომ უკვე არ იცის რა გააკეთოს. ან ატომური ბომბა ესვოს, ან რაღაც სხვა მოიმოქმედოს. ახლა ძალიან დიდი რისკია, რომ რუსეთი საქართველოში შემოვიდეს. რატომ? თუ კი შემოვა საქართველოში, მაშინ აზერბაიჯანის ნავთობი ავტომატურად გაიჭედება. აზერბაიჯანი ნავთობს თავის გემოზე ევროპაში ვერ გაყიდის. ვერც ყაზახეთი გაყიდის რამეს და ის ყველა ტრანზიტული გზა, რომელიც საქართველოდან გადის, ყველაფერი გაჩერებული იქნება. რუსეთი ამით დააჩოქებს ევროპას. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ. უკრაინის ომში რო არ გაჭედილიყო, საქართველო რუსეთს უკვე აღებული ექნებოდა. აი ამიტომ იყო, რომ ომის დაწყებისას რომ მოაწვა საქართველოს რუსების უზარმაზარი რაოდენობა საზღვარზე რო იდგნენ, არიქა საქართველოში გვინდა თავი გავიტანოთო. სინამდვილეში იმ ლტოლვილებში, აიტიშნიკებში ძალიან ბევრი იყო რუსის სამხედრო. ძალიან კარგი ლეგენდა არის. აიტიშნიკი ვარო და უდაირონკაზე მუშაობო. რატომღაც მე არ მინახავს უკრაინაში ცხოვრებისას, რომ აიტიშნიკები ასე ლაღად ცხოვრობდნენ როგორც რუსები საქართველოში. თან რა იყო საინტერესო? ამ აიტიშნიკებს ატომღაც ყველას ახალი ცხინცხალი ნოუთბუქები ჰქონდათ. რატომ? იმიტომ რომ ძველი არ ენახებოდა და ახალი მოიტანეს. ესენი ყველა სამხედროები იყვნენ. ესენი ნებისმიერ ფაშში ქირავდნენ ბათუმში და თბილისში ბინას. რატომ? სამხედრო დავალებაა ბატონო. ეს მეხუთე კალონა იყო. ამიტომ იყო ისინი რომ დარბოდნენ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და ყველგან სელფის იღებდნენ და ინტერნეტში დებდნენ. ეს იყო ფოტო ანგარიში ხელმძღვანელობისთვის. ამას ქვია სამხედრო ენაზე რეკონგუსციროვკა. როცა ჯარში ვსახურობდი უნგრეთში, ჩვენც ასე ვაკეთებდით. ჩვენც ასე გვასწავლიდნენ. უჩენიები რო იქნებოდა, იმ უჩენიის ადგილებზე პოლიგონები ყველაფერი წინასწარ უნდა მოგვიარა ფეხით და გვესწავლა. მაშინ სელფი არ იყო, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიმახსოვრებდით. რეკონგუსციროვკაზე შემოუშვეს რუსებმა თავიანთი ხალხი. საქართველო დასასვენებლად მშვენიერია ერთი კვირა. ერთი თვე, მაგრამ ერთი თვის შემდეგ უკვე ყელში ამოდის ეს ქართული ხინკალი. უკვე ძალიან დისკომფორტი ექნება ტურისტს, მაგრამ რუსები რატომღაც საქართველოში ცხოვრობენ. რატომ? იმიტომ რომ სამხედროები არიან. ადრე მაგათ ციმბირში აგზავნიდნენ, დალნევოსტოკში აგზავნიდნენ, ახლა გამოაგზავნეს საქართველოში. თან ვითომ აიტიშნიკები არიან, ძალიან კარგად მოსწონთ. და ახლა საქართველოს დაპყრობის ძალიან დიდი რისკია. ეს რომ კაცმა არ ნახოს, ეს რომ კაცმა არ შენიშნოს, მაგი უნდა იყოს ბრიყვი. აფხაზეთის მხრიდან ახლა გაისმის ხმები. აფხაზები ამბობენ რუსულენოვან ინტერნეტში ჯერჯერობით, რა არის ჩვენაო მეგრულ მოსახლეობასო არ უშლითო საკუთარ ენაზე, მშობლიურ მეგრულ ენაზე განათლების მიღებასო. წარმოიდგინეთ, ვინ თქვა ეს აფხაზებმა? ესე იგი, თქვენ გჯერათ, რომ აფხაზებმა, რომლებაც მოაწყვეს მეგრელების ჯერ გენოციდი, ახლა მოაწყვეს აპარტეიდი, ისინი ზრუნავენ მეგრელებზე? არა. უბრალოდ მეგრელებზე მაგათ პირველად იგრძნეს საქართველოს სახელმწიფოს სუსტი წერტილი. მეგრული საკითხი. ეს საქართველოს სახელმწიფოს მეგრული საკითხი არის აქილევსის ქუსლი. აქედან შეიძლება საქართველოს სახელმწიფო დაიღუპოს. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში ახლა მეგრელების მიმართ არასწორი პოლიტიკაა. რუსები ჩვენ გაგვარუსებენ ისევე როგორც აფხაზებს. მე მეგრელი ვარ. თურქებმა ლაზები უკვე გაათურქეს. ლაზები უკვე ამოწყდნენ. დარჩა 1-2, რომელიც კიდევ რაღაცას ამბობს. და საქართველოს სახელმწიფომ მეგრელები გააქართველა. ჩვენ მეგრელები ვართ. ჩვენ არ ვართ ქართველები. ჩვენ გვაქვს საერთო სახელმწიფო ქართველებთან და ეს გვაწყობს მანამ, სანამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავი შევინარჩუნოთ. მაგრამ ახლა რო ხდება ასიმილაცია, ისე თუ მოხდა, საქართველო დაიშლება და ახი იქნება მაგაზე. ხომ დაიღუპა საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ხომ დაიღუპა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ახლა ჩვენ გვაქვს საქართველოს მესამე რესპუბლიკა, რომელიც იმეორებს პირველი ორის შეცდომებს. საქართველო საერთოდ რუსებმა შექმნეს.
ადრე სამეგრელო ცალკე იყო, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკე იყო. ხო და ეს რუსებმა თავიანთი მმართველობის უდობსტვისთვის გააკეთეს ერთიანი საქართველო, თორემ საქართველოს ასეთი ტერმინი საერთოდ არ არსებობდა. იმისთვის რომ აღმოსავლეთისთვის მოეგლიჯა საქართველო, ეს რუსებმა ისევ გააქართველეს ქართველობა, თორემ ქართველები უკვე მაჰმადიანები იყვნენ. ერეკლე მეორე, სააკაძე, ყველა ესენი მაჰმადიანი მუსულმანები იყვნენ. ქართველობა უკვე მუსულმანობაზე იყვნენ და რუსმა სახელმწიფომ გააქრისტიანა ისევ საქართველო და რუსებმა კარგად იციან ქრისტიანული ეკლესიის თავის გემოზე გამოყენება. ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის ომი რომ მიმდინარეობს, უკრაინის სახელმწიფოს ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე შიგნით აღმოჩნდა რუსული ეკლესია და რა ქნა უკრაინულმა სახელმწიფომ დათრგუნაო რუსული ეკლესია, ქრისტიანობა დათრგუნა. რატომ? იმიტომ რომ ისინი რუსების საქმეს შვებიან. ასე მუშაობენ რუსები. რუსები ახლა ინტერნეტში ისე აქტიურად მუშაობენ, რომ მეგრულ ენოვან ინტერნეტში უკვე შექმნეს სხვადასხვანაირი გვერდები, ვითომ და მეგრული გვერდები. ზაფანა, კვარწახი, სუნელი, ეს ყველა რუსული სპეცსამსახურების გვერდები არიან. ისინი ახლა ცდილობენ, რომ მეგრულ ინტერნეტში გააკეთონ მონიტორინგი და აქედან აღმოაჩინონ აზრის ლიდერები. აზრის ლიდერების გამოკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი არის. რუსულმა სპეცსამსახურებმა ძალიან კარგად იციან ინტერნეტში მუშაობა. აგერ გავრილოვის ღამე. თქვენ გონიათ გავრილოვის ღამე ეს ქართველებმა გააკეთეს? ეს წინასწარ რუსებმა შექმნეს ჩატები, წინასწარ ილაპარაკეს ქართველებთან, ხო და აფეთქდა ქართველობა. სინამდვილეში ეს რუსებმა ჩორტი ჩაგვიგდეს. მახსოვს 2007 წელს, სანამ საქართველოსთან რუსები ომს დაიწყებდა, ჩემთან კიევში სევასტოპოლიდან ჩამოვიდნენ მოსკოველი რუსები. სევასტოპოლი არის რუსეთის ბაზა. ბუდე რუსების დაზვერვის. და ჩემთან ჩამოვიდნენ რესტორანში დამპატიჟეს, მას შემდეგ როცა ჩემგან საქონელი იყიდეს და ცდილობდნენ ჩემი აზრის გამოკვლევას. თანაც იცით რა არის? ამ რუსმა სამხედროებმა რატომღაც ქართული წერა-კითხვა იცოდნენ. ქართული ღვინო შეუკვეთეს, ხო და ეტიკეტი არ წაიკითხა რუსმა. ძალიან გამიკვირდა რუსმა, რომ ქართული წერა-კითხვა იცოდა. თქვენ იცით ბევრი რუსები, რომლებმაც ქართული წერა-კითხვა იციან? მაგან იცოდა. იცით რატომ? იმიტომ რომ სავარაუდოდ სამეგრელოს ზუგდიდ და გალის საზღვარზე ნამუშევარი რუსი იყო. ჩამოვიდნენ რატომ? ჩემს მოსასინჯად, მაგრამ რამდენი ასეთი მეგრელი მოსინჯეს საქართველოში, უკრაინაში, რამდენი მოსინჯეს თვითონ რუსეთში. რუსული დაზვერვა ქართველ მეგრელ იმიგრანტებში ძალიან აქტიურად მუშაობს. ეს რუსებმა თქვეს საქართველოზე, რომ საქართველო ისეთივე იმპერია არის, ოღონდ პატარა იმპერიაო. იცით რა არის? ეს ძალიან დიდი ნაღმია. რუსებმა საქართველოზე უფრო მეტი იციან, ვიდრე ქართველები ხედავენ და ვერ ხედავენ. უყურებენ და ვერ ხედავენ. მეგრელების საკითხს რუსები აუცილებლად გამოიყენებენ. რატომ? იმიტომ რომ ახლა საქართველოს მესამე რესპუბლიკა არასწორ გზაზე მიდის. საქართველოს მესამე რესპუბლიკა ახლა ჯერ კიდევ ვერ შედგა. ასე როგორც ახლა საქართველოს ცხოვრობს, ნებისმიერი დამპყრობელი აცხოვრებს. რუსებმა თუ დაიპყრეს საქართველო, ამით მოსახლეობა ცუდ რამეს ვერ ნახავს. სამეგრელოში პირველად მოსახლეობას ეთქვიან, თქვენ შეგიძლიათ მეგრულად ისწავლოთო, რატომ? იმიტომ კი არა რომ მეგრელები გულზე ეხატებათ და მეგრელები ევასებათ. არა, აუცილებლად დაშლიან საქართველოს. არ იქნება უკვე ასეთი საქართველო, იქნება აღმოსავლეთ საქართველო, თბილისი ცალკე, კახეთი ცალკე, იქნება ცალკე აჭარა, ცალკე სამეგრელო, რომ საქართველო მეტი ვერასდროს ვერ გაერთიანდეს. ხომ დაიღუპა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს რო იყო. ხომ დაიღუპა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ახლა
მესამე რესპუბლიკა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ შემდგარა. ეს რესპუბლიკა იმეორებს პირველი ორის შეცდომას. მეგრელების ასიმილაცია. კარგია თუ არა ეს საქართველოსთვის. ეს არის ძალიან ცუდი. რატომ საქართველოს უკვე დაკარგა ტაუკლარჯეთი, უკვე დაკარგა საიგილო, უკვე დაკარგა ლაზეთი, უკვე საქართველოს თავისთვის გაუქმა ფშავი, ხევსურეთი. აბა ვინმე სყავთ ხევსური მეგობარი? აბა ფშავი მეგობარი თუ ყავს. მე მყავდა ერთი ინგილო თანაკლასელი და ძალიან კაი ბიჭი იყო. ხევსურები არ არიან. თიელები უკვე გადაჯიშდნენ. და ახლა რიგი მოვიდა მეგრელებზე, მოვიდა სვანებზე. სვანები ჯერ არ მესმის რომ რამეს ამბობდნენ, ჩვენ მეგრელები ვამბობთ, იმიტომ რომ მეგრელები უფრო ბევრნი ვართ ვიდრე სვანები. მეგრელების ასიმილაცია ხდება. ეს ძალიან ცუდია, ეს დაუშვებელია. ეს არის სახელმწიფოს ღალატი. რატომ აგერ საქართველოს კონსტიტუცია? საქართველოს კონსტიტუციაში რა წერია? ყველამ უნდა ვიცოდეთ, აქ წერია რომ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი კულტურის განვითარების და ენის განვითარების უფლება. დღეს ეს ასე არაა. საქართველოს კონსტიტუცია დარღვეულია. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის ამ კონსტიტუციის გარანტი. თუ კი თქვენ ჩემ შემდეგ კიდევ წაიყრუებთ მეგრული ენის საკითხზე, ეს იქნება საქართველოს ღალატი, ეს იქნება დანაშაულებრივი გულგრილობა, ეს ყველაფერი იქნება. ეს იქნება წინაპირობა, რომ საქართველოს მომავალში დაიშალოს. დღეს სამეგრელოში ახალგაზრდობა უკვე ქართულ ენაზე გადაიყვანეს. თან მათი ქართული არის ძალიან სასაცილო. ამიტომ დაგცენიან ჩვენ ვანოს შოუში, ჩათლახ შოუში და ყველა შოუებში. მეგრელი ახლა გახდა მეორე ხარისხოვანი ნაკლული ხალხი. ჩვენ ახლა ნეგრებივით დაშავებული ხალხი ვართ. 1964 წელს ამერიკაში მიიღეს თანასწორობის კანონი. საქართველოში თანასწორობის კანონი არის და მეგრელები მაინც მეორე ხარისხოვანები ვართ. ამერიკაში ნეგრს რო უთხრა ნეგრიო, გაგაცემბირებენ, ციხეში ჩაცვამენ, აუცილებლად დაგაჯარიმებენ. სამეგრელოში ჩვენ დაგვცნიან. მეგრული ენა გახდა ისეთი ზარალიანი, ისეთი ნაკლული, ისეთი გაუფასურებული, რომ მეგრელმა ბავშვებმა უკვე ქართულ ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. კი, ჯერ კიდევ ესმით და ლაპარაკობენ ქართულად. ეს არის ასიმილაცია, ეს დაუშვებელია. საჭიროა გადაუდებელი ზომები. რა არის საჭიროა მეგრული ენის პოპულარიზაცია. საჭიროა ბავშვების სწავლება სკოლაში, ბაგაბაღში აუცილებლად. რატომ? როცა ბავშვი ბაგაბაღში მიდის და ქართულ უცხოურ ენაზე ხდება მისი აღზრდა, ეს ფსიქოლოგიური სტრესია. ეს დაუშვებელია, ეს გამოსასწორებელია. ჩვენ ერთი მხრიდან ყავან რუსი მტრები. დამპყრობლები იყვნენ თურქები, ირანლები. ყველათ მაგათ თავიანთი კულტურა მოგვიტანეს და თუ კი საქართველოს ჩვენ გაგვაქართველებს და მეგრელობას ამოგვიწარყოს, მაშინ ვინ უფრო ჯობია? რუსები, თურქები, ირანლები თუ ქართველები? ყველა ერთი ჩორტია. თხა გავყიდე, თხა ვიყიდე. ვაის გავიყარეო, ვუის შევიყარეო. ამიტომ მოგიწოდებთ გავუკეთოთ პოპულარიზაცია მეგრულ ენას. დავიცვათ მეგრული ენა. ჩვენ ერთ დროს უკვე გქონდა რომ თვითონ ქართველებმა ქართულ ენაზე უარი განაცხადეს. იყო ერთი კაცი, ერის მამა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც განაცხადა რომ ჩვენ ქართველები ვართო. ილია ჭავჭავაძემ გარუსების პირას მისული საქართველო მოაბრუნა ისევ ქართველებისკენ. ამიტომ იყო რომ აკაკი წერეთელმა დაწერა ლექსი ღამურა. ერთმა უგნურმა ღამურამ იუკადრისა თაგო ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგობა. და გახდა ღამურა. ღამურა მერე არჩიტებმა მიიღეს, არც თაგვებმა მიიღეს და დარჩა გაჭედილში. ასეთ გაჭედილში ვართ ახლა დღეს ჩვენ მეგრელები. ქართველებმა ეს ეტაპი 100 წლის წინ ილია ჭავჭავაძის დახმარებით გაიარეს. გთხოვთ დაგვეხმაროთ. ახლა ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა მეგრული ენის პოპულარიზაცია და მეგრული ენის დაცვა. დავიყალე.